ბევრმა არ იცის, რომ უშვილობა მხოლოდ ფიზიკური პროცესი არ არის. სამყაროში ყველაფერი სამ დონეზე წყდება: ფიზიკურზე, ენერგეტიკურსა და სულიერზე. თუ ორსულობა არ დგება, მიზეზი შესაძლოა ამ სამიდან თითოეულში იმალებოდეს. აქ უდიდეს როლს თამაშობს გარემო, გენეტიკა და დაბინძურებული საკვები, რაც პირდაპირ არღვევს ჰორმონალურ ბალანსს. თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ქრონიკული სტრესი და შფოთვაა. როდესაც მუდმივ დაძაბულობაში ხართ, ტვინი ამას საფრთხეთ აღიქვავს და ბლოკავს ჩასახვის პროცესს, რადგან თვლის, რომ გარემო ბავშვისათვის უსაფრთხო არ არის. ჩვენ სხეულში არის ორი მთავარი ცენტრი: ჩასახვისა და შემოქმედების ზონა, რომელიც პასუხისმგებელია სიცოცხლის გაჩენაზე. ეს არის ჩვენი ფესვები და გადარჩენის ინსტინქტი. როდესაც გაქვთ მომავლის შიში, ფინანსური არასტაბილურობის განცდა ან შინაგანი შფოთვა, ეს ორივე ცენტრი იკეტება და ენერგია აღარ მოძრაობს. როდესაც ქალი იღებს ყველაფერს საკუთარ თავზე, ხდება დომინანტი და იღებს მამაკაცის პასუხისმგებლობასაც, მისი ენერგეტიკული ვერი იცვლება და მამაკაცური ენერგია ჭარბობს, რაც ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს. ასევე მნიშვნელოვანია წარსული ურთიერთობების კვალი, ძველი წყენები, გაუცნობიერებელი დანაშაულის გზნობა და საგვარეულო კარმა. თუ წინაპრების ხაზში ბავშვის დაკარგვის მძიმე ტრავმაა, ქვეცნობიერი ბლოკავს ფეხმძიმობას, რათა თავი დავიცვათ იმავე ტკივილის განმეორებისაგან. სულიერ დონეზე სიცოცხლის საწყისი და შემოქმედი არის უფალი, ანუ უმაღლესი ენერგია, რომელიც ფლობს ახალი სიცოცხლის გაჩენის საიდუმლოებას. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ამ უმაღლეს ძალაზე, ცხოვრობს მხოლოდ ეგოიზმით და ორიენტირებულია მხოლოდ მატერიალურზე, ის კეტავს სიცოცხლის პირველ წყაროს. როცა სამყაროს მხოლოდ მატერიალურ კუთხით ვუყურებთ, სულიერი კარი ჩვენთვის ყოველთვის იხურება.